ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად ავერსი გიზურებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი მოგესალმებით მეგობრებო, სერგო კობალავა უძღვების სამედიცინო რადიო გადაცემა იმედის კლინიკას. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში 2017 წელს პირველი პირდაპირი გამოშვება გვაქვს იმედის ეთერში და რა თქმა უნდა მოგილოცავთ ყველას ახალ წელს შოუბას ძველით ახალ წელს დღეს 14 იანვარია შაბათი დღე. რა თქმა უნდა ბედნიერება ჯანმრთელობას გისურვებთ და ყველა იმ მიზნის და სურვილის განხორციელებას რომელიც ალბათ თითოეულმა თქვენგანმა 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე ჩაიფიქრეთ. მაშინ ჩვენ დავუბრუნდეთ ძირითად თემას სამედიცინო გადაცემა მე სამედიცინო თემა დღეს განვაახლებთ საუბარს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს შერჩეული. დარწმუნებული ვარ ყურადღებით მოგვისმენთ კითხვები უკვე დასმულია თემიდან გამომდინარე Facebook-ზე იცით თუ რა თემაზე იქნება გადაცემა იმ კითხვებს აუცილებლად გავაჟღერებთ გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში ხოლო თუ სურვილი გაქვთ ჩვენთან დარეგვი შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 292 1188 292 1199 ამ ნომრების საშუალებით შეგიძლიათ ჩაერთოთ ჩვენს დიალოგში სტუმართან და უშუალოდ მას პირდაპირ ეთერში დაუსვათ კითხვები. მაშინ რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს და უფრო კონკრეტულად გადავაბლოთ თვალი იმ საკითხს რაც გახლავთ დღევანდელი გადაცემის ძირითადი თემა. გავრცელებით ჯანმრთელობას იმედის კლინიკა ღია ყოველდღე მაშინ მეგობრებო დღეს ჩვენ გვეწვია ავერსის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი ლია ლომია, ხოლო თემა გვაქვს შემდეგი ფებრილური გულყრის სინდრომი ბავშვებში. ეს არის გულყრა, რომელიც ასოცირებულია პატარა ასაკის ბავშვებში მაღალ ტემპერატურასთან. თუ რატომ ვითარდება მაღალ ტემპერატურაზე ბავშვებში გულყრა, რა მიზეზი აპირობებს, რა ხელშემწყობი ფაქტორები აპირობებს ამ სინდრომის განვითარებას, რა ასაკის და კონტინგენტის პატარებია მეტად უფრო საყურადღებო ფებრილური გულყრის განვითარების თვალსაზრისით, ასევე კლინიკურ გამოვლინებებს, მოსალოდნელ გართულებებს შევეხებით, რა თქმა უნდა ვისაუბრებთ იმ ტაქტიკაზე თუ როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა ვინც შეესწრო ფებრილურ გულყრას ბავშვებში აი ამ სინდრომის გამოვლინების დროს და ბოლოს რჩევებს მოგვაწვდის ჩვენი სტუმარი მას ეს მოკლედ ჩონჩხი მოდით ასე ვთქვა დღევანდელი გამოშვების. დიდი მადლობა ქალბატონ ლიას მობრძანებისთვის, მოგესალმებით და რა თქმა უნდა თქვენს მოგილოცავთ შობა ახალ წელს. მადლობა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველას ქრისტესშობა ახალი წელი. ქრისტესშობის მადლი და სიხარული არ მოგეშალოთ, გისურვებთ. თკბილად დაგაბეროთ ღმერთმა. დიდი მადლობა. მაშინ გადავიდეთ ძირითად თემაზე ფებრილური გულყრის სინდრომი ბავშვებში. მოდით განვმარტოთ რა პრობლემაა ეს და რამდენად ხშირია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ბავშვთა ნევროლოგიაში. მომართვიანობა რამდენად ხშირია შესაბამისი პაციენტების. ფებრილური გულყრა მცირე ასაკის ბავშვების ხშირი პათოლოგიაა, რომელსაც ჩვეულებრივ ახასიათებს კარგი პროგნოზი და გულყრის განმეორების დაბალი რისკი. ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის მიერ ფებრილური გულყრა განისაზღვრება როგორც ერთ თვეზე მეტი, უხშირესად კი 3 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში განვითარებული გულყრა, რომელიც თანახლავს ფებრილურ დაავადებას. ამ დროს არ აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექცია, ანამნეზში აფებრილური გულყრის ეპიზოდი, ხოლო თავად გულყრა არ ჯდება სხვა რაიმე სიმპტომური ეპილეფსიური გულყრის კრიტერიუმში. სიხშირის პიკი მოდის 12-დან 24 თვეზე, მაქსიმუმი 18 თვე არის. ბატონია ტერმინიდან გამომდინარე ფებრილური შესაბამისი გულყრა ყოველთვის ასოცირებულია სხეულის ტემპერატურის მატებასთან. საბედნიეროდ ყველა ბავშვს ჩვენ ბავშვთა კონტინგენტზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ეს პრობლემა არ ვითარდება. ალბათ არსებობს რაღაცა რისკ ჯგუფი პატარებისა, ალბათ არსებობს რაღაც ხელშემწყობი ფაქტორები, რომელთა ერთიანობა უკვე აპირობებს გულყრის განვითარებას. რა არის ეს მიზეზი, რა არის ეს ხელშემწყობი ფაქტორი და რა რისკ ჯგუფის
გულყრის ბავშვებს გამოყოფთით. საერთოდ სკოლამდელი ასაკი წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს, ვინაიდან ამასაკუთრებულ ჯგუფში განსაკუთრებით მაღალია ინფექციებისა და ფებრილური დაავადებების სიხშირე, ხოლო კრუნჩხვეთი ზღურბლი კი შედარებით დაბალია. განსაკუთრებით უნდა გამოყოთ ისეთი ბავშვები, რომელთა ახლო ნათესავებში ფებრილური გულყრის ანამნეზი აქვთ და ასევე ბავშვის განვითარების ჩამორჩენება შეინიშნება. ასევე რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ტყუპებიც. საერთოდ ტყუპებში შეადგენს 10-20% გულყრის განვითარების სიხშირე. რისკი კიდევ უფრო მაღალია, თუ მშობლებს ანამნეზში აღენიშნებათ ფებრილური გულყრის ეპიზოდი. ანუ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოჯახური ანამნეზის მატარებელი პრობლემა. შეიძლება ითქვას, დიახ, იმიტომ რომ გენეტიკურ ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, გავრცელების მიხედვითაც გულყრები საკმაოდ გავრცელებულია აზიის რეგიონებში და სწორედ ეს გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული აი ამ რეგიონში გულყრის გავრცელების სიხშირე. მე და თქვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე იმ პერიოდში დიდი ხნის წინ იყო ეს, როდესაც სასწრაფოში მუშაობდი, ძალიან ხშირად იყო გამოძახება ოჯახში სწორედ ფებრილური გულყრებიდან გამომდინარე. და რაც მივაქცია ყურადღება, ტემპერატურული რეაქცია ყოველთვის საკმაოდ მაღალი იყო. ანუ გულყრა არ ემართებოდათ ეგრეთ წოდებული სუბფებრილური ტემპერატურის მქონე ბავშვებს, ეს იყო 37.5, 38-მდე. ანუ არის თუ არა კავშირი იმასთან, რომ ეს გულყრა იმართება სწორედ იმ ბავშვებს, ვისაც ძალიან მაღალი სიცხე აქვს. საერთოდ გამოყოფენ ორი ტიპის გულყრებს. ეს არის მარტივი და რთული. მარტივი ტიპის გულყრა, რომელიც სწორედ დაბალ ტემპერატურის ფონზე არ ვითარდება. ამ დროს ტემპერატურა 38.5 გრადუსზე უფრო მაღალი უნდა იყოს, მაგრამ არის ესეთი ფებრილური გულყრები, ეგრეთ წოდებული რთული გულყრები, რომელიც შეიძლება გამვითარდეს 38.5 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე. ასე რომ მარტო ტემპერატურის მაჩვენებელით ვერ ვისაუბრებთ გულყრის განვითარების რისკზე. კატოლია, აქვს თუ არა მნიშვნელობა რა ინფექციაზეა საუბარი? ეს არის მხოლოდ ზედასასუნთქი გზების ეგრეთ წოდებული მწვავე რესპირატორული ინფექციები. ეს შეიძლება იყოს დაუშვათ ნაწლაური ინფექციები, თუ ამას არაა განსაკუთრებული მნიშვნელობა? აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაგალითად, ადგენილია, რომ გასტროენტერიტების დროს ფებრილური გულყრები უფრო იშვიათია. უფრო მიუხედავად იმისა, რომ უკაცრავად გაწყვეტილებ, რომ სიცხე შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს, დიახ. უფრო მეტად ზემოსასუნთქი გზების დროს, ზედა ინფექციების დროს ხშირია ეს ფებრილური გულყრები, რაც უკავშირდება ისეთ ვირუსებს, როგორიც არის ინფლუენსა A ტიპის ვირუსი, ადამიანის ჰერპეს ვირუსი მე-6 ტიპის, მე-7 ტიპის, ასევე პარაინფლუენსა და ასევე ადენოვირუსები. ალბათ ძალიან ბევრ მშობელს დაინტერესებს, არსებობს თუ არა რაღაც გარკვეული მიმართითებელი ფაქტორები, მოდით ასე ვთქვათ, რომლის არსებობის დროს უფრო უნდა ველოდოთ ბავშვი ფებრილური გულყრის განვითარებას. ანუ კონკრეტული ინფექციური პათოლოგიის მიმდინარეობის თავისებურება, ბავშვის ქცევის თავისებურება, სიცხის გამოვლინების და უამრავი სხვა თავისებურება, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს მშობლის მხრიდან. მოდი ვთქვათ ასე, რომ პირველ რიგში მშობელმა უნდა იცოდეს თავიდანვე ეს ბავშვი არის თუ არა რისკ ჯგუფის. მიდრეკილია თუ არა ფებრილური გულყრისკენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუმალოს ექიმს თუ არის ანამნეზში ფებრილური გულყრის ეპიზოდი. მშობლის არის ისტორია ფებრილური გულყრის. ამის გამო აუცილებელია ბავშვის დროული ვიზიტი ექიმთან და თვითონ ექიმი დაეხმაროს გადაწყდეს პრობლემა არის თუ მიეკუთვნება თუ არა მისი შვილი რისკ ჯგუფს. რაც შეეხება კვებას, არის თუ არა გარკვეული რისკ ჯგუფი ბავშვის კვება ფებრილური გულყრის განვითარების თვალსაზრისით? მე ვგულისხმობ იმას, ბავშვი არის ხელოვნურ კვებაზე თუ ძუძუზე. ეს ამას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც ფებრილური გულყრა თუ დავაკვირდებით, სეზონურობას უკავშირდება. მეტად არის თებერვლის თვეში, პიკი ასევე აპრილის თვეში. როგორც გაირკვა ამ თვეებში, გაზაფხულის და ზამთარში თვითონ ორგანიზმი განიცდის რკინის დეფიციტს და ასევე თუთის დეფიციტს. აქედან გამომდინარე, მაინც განსაზღვრავს ეს ელექტროლიტები გულყრის განვითარების სიხშირეს. სავარაუდოდ ალბათ სეზონური ინფექციებიც ამ პერიოდში უფრო მაღალია, ეგრეთ წოდებული მწვავე რესპირატორული ინფექციები და ალბათ ესეც აპირებობს ამ პრობლემას. და ასევე რკინის და თუთის დეფიციტი. მადლობთ, მე ყველა შეგახსენებთ, დღეს საუბრობთ ფებრილურ გულყრებზე. ჩვენი სტუმარი ავრის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი ლია ლომია. რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე. კლინიკური გამოვლინება, როგორ ვლინდება ფებრილური გულყრა? ეს ყოველთვის არის თუ არა გენერალიზებული ტიპის გულყრა, რომელიც რადიომსმენელს ახსენებს ეპილეფსიურ გულყრას, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ ეს ეპილეფსია არ არის. უბრალოდ გავს ასეთ გულყრას, თუ სხვადასხვა ტიპით შეიძლება გამოვლინდეს? ჩვეულებრივ ფებრილური გულყრა ვითარდება ფებრილური დაავადების ადრეულ ეტაპზე და ხშირად დაავადების პირველ სიმპტომსაც წარმოადგენს.
გულყრა შესაძლოა განვითარების ნებისმიერი ცხელების ფონზე და სხვადასხვა ტიპით, როგორც ტონულ-კლონური, ასევე ტონური კომპონენტით ან მარტო კლონური კომპონენტით. გენერალიზებულ გულყრას ამდენად ხშირად ვაწყდები და სხვათა შორის აქვს თუ არა იმას მნიშვნელობა როგორ გამოვლინდა გულყრა ბავშვი შემდგომი პროგნოზიდან გამომდინარე. ანუ რას ველოდოთ შემდგომში ბავშვი იმის და მიხედვით თუ როგორი ტიპის გულყრა აქვს. როგორც აღნიშნე, ორი ტიპის გულყრა, მარტივი და რთული. მარტივი არ არის პროლონგირებული, ანუ გახანგრძლივებული არ არის. ასევე არ აქვს ფოკალური ელემენტი, მხოლოდ გენერალიზებული ეპიზოდია გულყრის და ვითარდება მაღალი ტემპერატურის ფონზე. ასევე არის იზოლირებული. ანუ გულყრის ერთი ეპიზოდია მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ან მთელი ფებრილური დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი გულყრის სახით გამოვლინდება. რთული გულყრის დროს კიდე სხვა სურათია, გულყრა შეიძლება დაბალ ტემპერატურის ფონზე გამვითარდეს, არ იყოს პროლონგირებული, გაგრძელდეს 15 წუთი. არის შემთხვევები აღწერილი, რომ სტატუსური მიმდინარეობასაც კი იღებს და ამ დროს აუცილებელი არის ბავშვის გადაყვანა სტაციონარში და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რა თქმა უნდა. ბატონო, თუ წარმოიდგენ სიტუაციას, ვირუსული ინფექცია, რომელმაც განაპირობა ერთხელ ფებრილური გულყრა, ის გრძელდება მინიმუმ 2-3 დღე, ბავშვს შეიძლება ტალღისებურად აეწიოს სიცხე საკმაოდ მაღალ ციფრებამდე. ნებისმიერი აწევის შემთხვევაში თუ მას გამოვლინდება ფებრილური გულყრა, ეს არის თუ არა ცუდი პროგნოზული ნიშანი და უნდა ველოდოთ თუ არა რაღაცა სხვა ნევროლოგიურ პრობლემას. ეს უკვე რთული ნიშანია, ასე ვთქვათ, რაც უფრო ხშირია ფებრილური გულყრები, მით უფრო ეპილეფსიის განვითარების რისკი მაღალია. ჩვენ უკაცრავად ჩვენ გართულებებზე აუცილებლად ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. მეორე ნაწილს კი დავიწყებთ იმ კითხვებით, რაც Facebook-ის საშუალებით იყო მოსული და ამ თემას ეხება. პატარა სარეკლამო ჭრილი და შემდგომ განვაგრძობთ საუბარს კაპიტან ლია ლომიასთან საუბარზე ფებრილური, ანუ სიცხესთან ასოცირებული გულყრები ბავშვებში. გაუხსნით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. გრძელდება მეგობრებო, იმედის კლინიკა ფებრილურ გულყრაზე ვსაუბრობთ კაპიტან ლია ლომიასთან. კაპიტან ლია, მოდით 7-8 კითხვა დასმული და ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. რამდენ გრადუსზე შეიძლება დაეწყოს ბავშვს გულყრა? როგორც აღნიშნე, უკვე შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ტემპერატურაზე, იმის მიხედვით გულყრა მარტივია თუ რთული. მარტივი 38 და 5 ზემოთ. და პრინციპში როგორი მზაობა და როგორი მზაობა და თვითონ როგორი განვითარების არის ბავშვი. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს შეიძლება გულყრა დაეწყოს, არის თუ არა რაიმე ისეთი სიმპტომები, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება? ასეთი სიმპტომი სამწუხაროდ არ არსებობს, გულყრა მოულოდნელად შეიძლება განვითარდეს. თუმცა ალბათ როგორც აღნიშნეთ, თქვენი ნებართვით გავიხსენებ იმ სიტყვებს, რომ თუ ბავშვი მაღალი რისკის ჯგუფში არ ამეშია, ერთი გულყრა მაინც მშობელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. რა ასაკის ბავშვებს უვითარდებათ ყველაზე ხშირად გულყრა სიცხის დროს? საერთოდ დეფინიციიდან გამომდინარე 3 თვიდან 5 წლამდე. ყველაზე ხშირი არის 18 თვე. სხვათა შორის თორსები კითხვაც არის დასმული ასეთი, ბარემ განვარცობ ამ თემას, თუ უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვს გამოვლინდა გულყრა, რომელიც ნამდვილად ასოცირებულია მაღალ სიცხესთან და არა სხვა მიზეზთან. აქ არის თუ არა ბევრად უფრო საყურადღებო რაიმე ნევროლოგიური პათოლოგია, რომელიც იმალება ამ ყველაფერს უკან თუ არა? დიახ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ასეთი ბავშვების ნეირომონიტორინგი, იმიტომ რომ არსებობს ისეთი სინდრომები გულყრის, როგორიც არის მაგალითად გენერალიზებული გულყრა, ფებრილური გულყრებით პლუს, რომელიც სწორედ შეიძლება 5 წლის ზემოთაც შეგვხვდეს. ანუ აქ ასეთ ბავშვებს საყურადღებო მართალია ეს ამ ტიპის გულყრა კეთილთვისებიანია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობას. მადლობთ. გამიგია რომ თუ ბავშვს გულყრა დაემართა სიცხის დროს, მას შემდგომ შეიძლება ეპილეფსია დაემართოს, მართალია თუ არა? საერთოდ ეპილეფსიის განვითარების რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. თუ გვაქვს ხშირი ფებრილური გულყრა, ეპილეფსიის ოჯახური ანამნეზი, ასევე განვითარების შეფერხება გულყრის პირველ ეპიზოდამდე და რთული ფებრილური გულყრა პირველ ეპიზოდად. სწორედ ეს ის ფაქტორებია, რომლის ფონზე შეიძლება შემდგომ ფებრილური გულყრა გადაიზარდოს ეპილეფსიაში. კაპიტოლია, როდესაც თქვენთან მოდის პაციენტი, უბრალოდ მოხავთ ბავშვი, ვისაც
პირველი გულყრა ჰქონდა ცხოვრებაში, ფებრილური გულყრა. აუცილებელია თუ არა ყველა იმ სადიაგნოსტიკო პროცედურის ჩატარება, იქნება ეს ლაბორატორია, ინსტრუმენტული კვლევა თუ ასე შემდეგ, რომ გამოირიცხოს რაიმე სხვა მიზეზი, თუ ვიფარგლებით მხოლოდ დაკვირვებით ამ დროს. თუ ფებრილური გულყრა მარტივია, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთი, გულყრის შემდგომ არ არის ნევროლოგიური დეფიციტი, ბავშვი 1-2 საათი დაკვირვების შემდეგ პრაქტიკულად შეგვიძლია გაუშვათ სახლში და არ ჩაუტაროთ რაიმე გამოკვლევები. ანუ ის ტაქტიკა, რომ ბავშვი დავაწვინოთ 1-2 დღე დავაკვირდეთ მარტივი გულყრების დროს, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაციით, ლუმბალური პუნქცია გასაკეთებელია იმ შემთხვევაში, თუ კი ბავშვის ასაკი არის 12 თვეზე ნაკლები, არის პირველი რთული ფებრილური გულყრა, არის მყარი ლეთარგია და კლინიკაში შემოსვლამდე დაწყებულია ანტიბიოტიკოთერაპია. ლეთარგია ანუ ძილიანობა. ამ შემთხვევაში აუცილებლად თავზუწვინის სიცხის გამოკვლევა აუცილებელი. ისეთი რუტინული კვლევები, როგორიც არის სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტების განსაზღვრა, ლიმიტირებული ღირებულებისა, თუმცა ეს კვლევები საკმაოდ ხშირად მაინც ტარდება. ელექტროენცეფალოგრამა გვეუბნება თუ არა რამეს ამ შემთხვევაში და გვეხმარება თუ არა დიაგნოზის დასმაში. მარტივი ფებრილური გულყრის დროს ელექტროენცეფალოგრამის გაკეთება არ დღეს, იმიტომ რომ ეს კვლევა ნაკლებ ინფორმატიულია. თუ კი გულყრა არის რთული, თუ კი გვაქვს პოლიმორფული გულყრები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს ელექტროენცეფალოგრამა და პოლიმორფული თქვათ ცვლილებების გამოვლენისას უნდა დავიწყოთ უკვე სათანადო მკურნალობა. კონტროლი საინტერესოა, ბავშვებში ტარდება თუ არა ისეთი გავრცელებული დიაგნოსტიკური მეთოდები, რაც ერთგვარი უფრო სტანდარტად არის მიღებული ზოგადად ნევროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, როგორც არის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. თუ კი არის ფოკალური ელემენტებით მიმდინარე გულყრა, ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია აუცილებლად და დროულად გამოვლინდეს ესა თუ ის პათოლოგია. მადლობ, ჩვენ განვაგრძოთ კითხვები, როგორც ვიცი ეპილეფსიის დროს ადამიანს შეიძლება ენა გადაეყლაპოს და დაიხრჩოს. შეიძლება თუ არა ანალოგიური მოვიდეს ბავშვს სიცხის გულყრის დროს. ნუ პრინციპში ის რომ ეპილეფსიის დროს შეიძლება ენა გადაყლაპოს და დაიხრჩოს, ეს უკვე არასწორი აზრია, რომელიც ვერადავერა მოვხერით საზოგადოებაში არ არსებობს ასეთი რაღაც. არ არსებობს. მაშინ სხვანაირი პერეფრაზირება მოვახდინოთ ამ კითხვას, რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ბავშვებში გულყრის დროს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ პირველ რიგში ეს გართულებები არ იდოს თავიდან და ზოგადად ტაქტიკა მშობლის როგორია, როგორ იქცევა გულყრის მომენტში. პირველ რიგში აუცილებლად თავი ხელში უნდა აიყვანოს და არ აყვეს პანიკას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირის თქვა ტრიზმის დროს გაღება, ენის დამაგრება, დიახ, არ შეიძლება თქვა ამ შეიძლება კბილების კი დაუზიანოთ ბავშვს. არ შეიძლება კუნჭხვითი მოძრაობების შეკავებაც. პირიქით ბავშვი უნდა დავაწვინოთ მაგარ ადგილას, მაგალითად იატაკზე, თავი გვერდზე, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს პინაღები მასებით ასპირაცია. ერთადერთი გართულება არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს შეიძლება ასპირაციის გვერდზე გადავაწყდეს ამის გამო. ძალიან რთულია, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ძალიან რთულია, როდესაც მშობელს ვეუბნებით, რომ არაფერი არ მოიმოქმედა, უბრალოდ უყურე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მშობელი თვითონ ექიმთან შემდეგ აღწერს სწორედ მარტივი იყო თუ რთული, იმიტომ რომ მშობელი არის პირველი, ვინც ხედავს ამას და ექიმი ელოდება სწორედ მშობლისგან სწორ პასუხს. ხომართალია. ანუ საფეხურებრივად რომ დაავალაგოთ, პირველი თუ მომსწრე ხარ ფებრილური გულყრის ბავშვთა ასაკში, დავაწვინოთ, გადავატრიალოთ ბავშვი გვერდზე, არაფერი ზედმეტი არ მოიქმედა და დაურეკოთ სასწრაფოს. დიახ. მადლობთ, იმედია გაითვალისწინებენ ამ რჩევებს აუცილებლად და კიდევ ერთი კითხვა, თუ ბავშვის ორივე ძმას პატარაობისას ჰქონდა სიცხის დროს გულყრა, რამდენად დიდი არის კი რომ მესამე შვილსაც განუვითარდება? რისკი მაღალია ამ დროს. შეიძლება 10-20%-მდე. დიახ, მაღალია. მადლობთ დასმული კითხვებისთვის. ჩვენ ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ გადაცემა. ისევ და ისევ მკურნალობის ტაქტიკა, როგორ ვიქცევით? უნდა თუ არა ბავშვს ფებრილური გულყრის შემდგომ მკურნალობა, დაკვირვება, თუ არა, თუ სჭირდება მკურნალობა, რა კონტინგენტის და რა სახის თერაპიას უნიშნავთ ამ შემთხვევაში? საერთოდ მარტივი ფებრილური გულყრა არ საჭიროებს მკურნალობას.
მაგრამ თუ კი არის გულყრა ძალიან ხშირი, არის მორეციდივე, ამ შემთხვევაში პერიოდულ ინიშნება ქრონიკული ანტიეპილეფსიური მკურნალობა, რომელიც ეპილეფსიის განვითარების რისკს პრაქტიკულად არ მოქმედებს, მაგრამ ფებრილური გულყრების პრევენციას იწვევს. აქედან გამომდინარე, უკვე ექიმის და მშობლის გადასაწყვეტია დავიწყოთ ქრონიკული ანტიეპილეფსიური მკურნალობა თუ არ დავიწყოთ, რადგანაც იცის, რომ დაწყებული ქრონიკული ანტიეპილეფსიური მკურნალობა ასევე გვერდით ეფექტებთან არის დაკავშირებული, როგორც არის კოგნიტიური და ასევე ქცევითი დარღვევები. საკმაოდ პრეპარატებია და ალბათ მათი აქედან გამომდინარე, ეს უკვე მშობელმა და ექიმმა უნდა გადაწყვეტოს, თუ კი ხშირია ძალიან, არის მორეციდივე, მაგრამ საბედნიეროდ ხშირი გულყრები ცოტა პროცენტში ხდება და ასევე მორეციდივე გულყრებით. დიდი მადლობა და ბოლოს შევკრიბოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლოს ის ნათქვამი, რაც უკვე გავაჟღერეთ პირდაპირ ეთერში და პროფილაქტიკური რჩევები. ძალიან მოკლედ დავასახელოთ, როგორ მოვიქცეთ რომ ბავშვი მაქსიმალურად დაცული იყოს ფებრილური გულყრის გამოსახვისში. როგორც გამოსახვისში. პირველში მშობელმა უნდა იცოდეს, არის თუ არა მისი ბავშვი რისკ ჯგუფში. ეს უნდა დადგინდეს ექიმის მიერ. ამის გათვალისწინებით აუცილებელი არის დროული ვიზიტი ექიმთან. საბედნიეროდ ყველას ყავს დღეს თავისი პირადი პედიატრი, რომელთანაც იმედია რეგულარულად დაყავთ. და ასევე აუცილებელია ნევროლოგთან კონსულტაცია, რათა გამოვლინდეს ხომ არ არის რაღაც ნევროლოგიური დეფიციტი ან განვითარებაში ჩამორჩენა, რადგანაც 2 თვიდან უკვე იწყება იმუნიზაცია. ხშირად ხდება ხოლმე, რომ პროფილაქტიკური აცრები მიზეზი მართალია არ არის გულყრების განვითარებით, მაგრამ მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება და დადგენილიც არის, რომ ყივანახველის ვაქცინა ხშირად მაპროვოცირებელი ფაქტორი არის ფებრილური გულყრის. ასევე წითურა და ჩუტყვავილის ვაქცინაც. ასე რომ ასეთ ბავშვებთან თუ კი არის რისკ ჯგუფის ბავშვი, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. დიდი მადლობა რჩევებისთვის. მე შეგახსენებთ ყველას, დღეს საუბრობდი თემაზე ფებრილური გულყრები. ავერსის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი ლია ლომია იყო ჩვენი სტუმარი. მადლობთ საინტერესო საუბრისთვის. სამწუხაროდ ჩვენ გადაცემა უკვე უნდა დავასრულოთ. მადლობა თქვენს მოწვევისთვის. კარგად გრძანდებოდა ჩვენ ერთმანეთს უკვე მომავალ კვირა შევხვდებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.